ეს ვიდეო ეხება დაშორებულ და დაპაუზებულ წყვილებს. თუ ეხლა თქვენი პარტნიორი თქვენგან წავიდა ისე რომ მიზეზი არ იცით, ან შეიძლება ზოგმა იცით მიზეზი, მაგრამ რაღაცები მაინც გაინტერესებთ, რა არის მისი წასვლის მიზეზი და რატომ დაგშორდათ, ეს გაშლა თქვენთვის არის და დარჩით ვიდეოს ბოლომდე მოისმინოთ მიზეზები, თუ რა არის, რატომ წავიდა თქვენგან, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და გამოვა თუ არა მომავალში კონტაქტზე. ნახოთ ბალანსისთვის დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი, мотивაციას მომცემთ ამით და კომენტარშიც გამიზიარეთ თქვენი მოსაზრება, რას ფიქრობთ, დაბრუნდება ან თქვენეული ვერსიად შეგიძლიათ მითხრათ, რატომ წავიდა ეს პიროვნება და თუნდაც სიმბოლურად ერთი ყვავილი ლამაზი სმაილიც რომ დამიხატოთ, მადლობელი დაგრჩებით. ნახოთ ეხლა რა ენერგიებში ხედავთ ტარო თქვენ და თქვენს ჩაფიქრებით, ვიფიქრეთ თქვენს პარტნიორს და საკუთარ თავზე, თქვენი ეხლანდელი ენერგია. რა არის მიზეზი მისი წასვლის თქვენგან, რატომ წავიდა ეს პიროვნება თქვენი ცხოვრებით და რატომ გადაწყვეტა დაშორება თქვენთან. ნახოთ აბა მიზეზი და გამოჩნდება თუ არა და გამოვა თუ არა კონტაქტზე თქვენთან მომავალში ეს ადამიანი. ნახოთ ეს მომავალზე ნახოთ ერთ თვეზე რას იზავს. ეხლანდელ სიტუაცია. ეხლანდელ სიტუაციაში ვიტყოდი, რომ კი ბატონო, ეხლა დაპაუზებული ნამდვილად არის ურთიერთობა. აქ ხედავ გარკვეულ ტყუილებსაც ურთიერთობაში, დაფარულობებს. შეიძლება ბოლომდე მიზეზები მართლაც არ აგიხსნათ ადამიანმა და რაღაცეებზე თქვა, ჩათვალა, რომ ჯობდა თვალის დახუჭვა და გაჩუმება და დაფარვა, ვიდრე ამდგარიყო და რეალურად ეთქვა. აი გაპარვასავით ამჯობინაო თითქოს რა რაღაცა და სირთულეებს რომ დაემალება ადამიანი და უხეში მოქმედების ნაცვლად რომ ურჩევნია რომ აი ჩუმად გაძვრეს ისე რომ უკან დასახევი გზა სადღაც დაიტოვოს, აი დაახლოებით ამას გავს მისი წასვლა თქვენგან. ეხლა ცალსახაა რომ ბევრი ფიქრი ჩანს, შეიძლება თავად ნერვიულობთ და განიცდით და რაღაც მომენტში ელოდებით მისგან ნაბიჯს, როდის მოვა ეს ადამიანი თქვენგან, ისე პიროვნება პირდაპირ გეტყვით რომ თქვენ ჩაფიქრებული საკმაოდ მანიპულატორული და ეგოისტი და მეთავისია და რაც ამ თქვენგან ყურადღება დააკლდება სითბოს ზრუნა იმ წუთას დაიწყებს ის ფიქრს რომ უკან მობრუნდეს თქვენსკენ. ამ ეტაპზე არ ფიქრობს, მაგრამ ისე ზოგადად რო იცოდეთ მანიპულატორებს და ეგოისტებს და განსაკუთრებით ცოტა მონარცისო ტიპებს ახასიათებთ. როცა აღიარება ჭირდებათ, ამას თქვენ პარტნიორს უჭირდება აღიარება ურთიერთობაში. ეხლა მიზეზს რაც შეეხება წასვლის. აქ შეიძლება რაღაც მომენტში პარტნიორი იყო არჩევანის წინაშე, არ გამორიცხვა ბევრ თქვენთაგანთან მესამე პირების ჩარევები ყოფილიყო ურთიერთობაში, ეს ერთი მომენტი. რომ რაღაცეებს, აი რაც გითხარით, რაღაცეებს თითქოს დაემალა, თითქოს გაერიდა სიტუაციებს და სირთულეებს. აქ შეიძლება კონფლიქტი მოხდა და არის სიტუაცია, რომ ბევრ თქვენთაგანთან, აი რა სიტუაცია იცით, რაღაც მომენტში ზედმეტად დაუპირისპირდით ერთმანეთს. ზედმეტად შეიძლება ხშირად კამათობდით, ან ძალიან ჩხუბობთ, ან ხშირად გაქვთ კამათი, გქონდათ უბრალოდ კამათი და აი ეს ყველაფრისგან დაიღალა ადამიანი და აჯობინა რომ ეხლა გავალ რა, აქ ჭიდაობას არ დავიწყებ, ცოტა ხანი გავერიდები, დავრჩები ჩემთვის მარტო, აი ესეთი ენერგიები ამოსდის ამ ადამიანს თქვენთან, რომ ეხლა ეგოისტურად ეხლა მარტო მინდა, ჩემთვის მინდა ვიყო, დავისვენო, მოვიფიქრო, გადავხარშოთ, ან ვიღაცა მესამე პირიც ამოსდის, შეიძლება რაღაც მომენტში გულს იქითაც აყოლებდეს, ვიღაცასთან კომუნიკაციებშიც იყოს და მარტოსულად არ იგრძნოს თავი. რაც შეეხება გამოჩენას, გამოვა თუ არა კონტაქტზე. გეტყვით რომ გამოსვლით გამოვა ეს პიროვნება, ნამდვილად უჩანს აქ მოსვლა. ცოტა შეიძლება გაბრაზდეს და გაჯიუტდეს და აქეთ თქვენ დაგადანაშაულოთ რაღაცებში, ისე ყურადღებით იყავით რომ თუ იცით რომ არის მესამე პირი, ნუ რაღაც შეცვლით. თუ არ იცით, გადაამოწმეთ კარგად და თვალები და ყურები კარგად გაახიათ, არ გატყუებდით არაფერს, იმიტომ რომ ვიღაცების ჩარევები ჩანს ბევრი ურთიერთობაში. თქვენს მხრიდანაც გირჩევთ რომ ზედმეტად არავინ ჩარიოთ და ნუ ის თუ ჩარევს, ეხლა თქვენ რას იზავთ, მაგრამ მაინც ყურადღებით იყავით. გამოსვლა, ერთი გამოსვლა მინიმუმ ექნება ამ ადამიანს თქვენთან
კონტაქტზე. განცდა მაქვს, რომ არ უნდა არც ერთის დათმობა და ორ სკამზე ერთად ჯდომა უნდა, აქეთაც იქითაც თქვენთანაც უნდა და იქით სხვა სიტუაციების დალაგებაც უნდა, ყველაფერი ერთად უნდა, ყველაფერი უნდა რომ თვითონ მოირგოს თავის ჭკუაზე, თავის ბედნიერებაზე, აიწყოს ლამაზი ცხოვრება. ნახოთ თქვენ რა სიზავთ, მისცემთ თუ არა იმის უფლებას, რომ ორ სკამზე ერთად იჯდეს ეს ადამიანი და აქეთ თქვენ გილა თქვენთან გეთამაშო და იქით კიდე სხვასთან აწყოს ცხოვრება. მოკლედ, თუ მოგეწონათ ვიდეო, და ლაიქეთ და გამოიწერეთ ჩემი გვერდი. მადლობა ყურადღებისთვის.